მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბანერლორდის მე-6 ეპიზოდი და აი ასე თოვლიან ამიჩი ვიწყებთ მე-6 ეპიზოდის გადაღებას. მოკლედ ეხლა სალამ დღევანდელი ამ ეპიზოდის მიზანს შეუდგებით. უცე პატარა ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. მოკლედ სალამ მე-6 ეპიზოდის გადაღებას დავიწყებთ შემთხვევით სეივი წავშალე და მომიწია ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ სანერვიულო და საგანგაშო არაფერი არ არის. პირიქით, ეხლა უფრო საინტერესო გამოვა ჩემის აზრით ეპიზოდები და უფრო უკეთესი ეპიზოდები იქნება. მოკლედ უცებ რო გითხრათ ეხლა რა როგორ მოხდა და რა გავაკეთე, საქართველოს დროშა შევცვალე და ეს უფრო გავს ეხლა საქართველოს დროშას ვიდრე ის წინა რაც გქონდა მე-5 ეპიზოდამდე და გეტყვით ეხლა კიდე რაები გავაკეთე. მოკლედ რა თქმა უნდა ცოტა ვითამაშე და თავიდან აღარ დავიწყე ვიდეოების ჩაწერა, როგორ ვიხოდებოდით. მოვიხოდე ჩემთვის 1090 წელი არის, კლანში უკვე 202 კაცის აყვანის უფლება გვაქვს. კლანტიერი ავიყვანე, როგორც მახსოვს, აი თითქმის 6 ლეველზე ავდივართ. ჩვენი დაძმაც ვიპოვე, ყველა შვილებიც ყავს, რა ქვია მას, კლანის წევრებიც ავიყვანე, კომპანიონები. მოკლედ ხო, ერთადერთი განსხვავება ეს არის, რომ უფრო მეტად მოვიხოდეთ, ესე რომ ვთქვათ, აი სკილები უფრო გავაუმჯობესეთ. სხვათა შორის პოლიარმის სკილებიც გავიუმჯობესეთ, ამ ეპიზოდში მინდა რომ პოლიარმითაც ვიბრძოლო და ნაჯახითაც მინდა რომ ვიბრძოლო და მე უკვე გადავწყვიტოთ რომ ეს დავიტოვებთ. სვიზიგი გავაუმჯობესე, ფული ასე თუ ისე ვიშოვე, დაახლოებით 4 მილიონამდე გვაქვს ფული. დღევანდელ ეპიზოდში, ხო, და კიდე სანამ დამავიწყდა, ერთადერთი ის არის, რომ შედარებით მეტი ქალაქი და ციხესიმაგრე გვაქვს. ანუ აი ნახეთ, რაზიჰი, ეს ასერაის ტერიტორიაზე, ეს თემნუს ციხესიმაგრე, აკალატი ისევ ჩვენი არის და აი ეს ჩაიხანდი ავიღე, სანამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი, აჯანყებულები იყვნენ და ეს ქალაქი წავიღე და აქეთ აგვაქვს კიდე პატარა ციხესიმაგრეები, როგორც მახსოვს. ხო. კაი, მოკლედ მოდი ახლა შევუდგეთ და გავყიდოთ ჩვენი ინვენტარი, ანუ ლუთი რაც აგვაქვს აქ. საკმაოდ გაზმანული ვარ, ეს დამავიწყდა რომ მეთქვა. აი ასე გამოიყურება მომავალი საქართველოს მეფე გიორგი მე-13. შვენიერ ზმანზე ვართ, ჩვენი კლანის წევრები და ჩვენი მეუღლეც შვენიერ ფორმაში არის, ხო, ისევ სამხრეთის იმპერიაში ვართ, ეს დამავიწყდა რომ მეთქვა და ისევ რაგიას ქალიშვილი არის ჩვენი მეუღლე. და მოკლედ, აი ასე გამოიყურებიან ჩვენი კლანის წევრები. აი ეს ქალბატონიც ასე გამოიყურება. აი ეს ჩვენი ვაჟკაციც. კაი, ეხლა მოდი ამას ვივცეთ ეს ბანერი. ამ ბანერს არ გავყიდი. გადავიდეთ ჩვენს პერსონაჟზე და მოდი დავიწყოთ ეხლა სათითაოდ გაყიდვა ყველაფრის. ფული დაახლოებით 35,000 იყო, იმედია გვეყოფა. აი ასე ეს არა სწორობა გავყიდოთ. კაი, 36,000 ვიშოვეთ. ამ ქალაქში მეც ვერაფერს ვერ გავყიდით, მაგრამ სალამწავად მოდი რაღაცები დავკრავდოთ. აი ესე არის ჩვენი მატერიალები და ეხლა მე მინდა დავკრავდო ორხელიანი ნაჯახი. ასე იყოს, მოდი ეს მე-5 დონის. გავადიდოთ პირი და აი აქ მევასება მე მე-4 დონის ტარები. რომელი იყო აღარ მახსოვს. აი, ხო, აი ეს არის. ოდნავ გავადიდოთ. ხო, აი როგორც აკვირდებით, 79-ზე ჩამოვიდა. უпростоრად აი 78-ზე ჩამოვიდა ეხლა ამის ისწრაფე და თუ ტარს დავაპატარავეთ 86-ზე ადის. ანუ ეს რას ნიშნავს ეხლა? ამით შეგიძლიათ თუ ასე დააპატარავეთ, უფრო სწრაფად მოიქნებთ ამ ორხელიან ნაჯახს, მაგრამ თუ აწევთ ბოლომდე, ცოტათი ძნელად, მაგრამ ცოტა მაინც სწრაფად იზავს რა, ესე მოკლედ რო გითხრათ. კაი, აი ეს ტარი მინდა რომ იყოს, ეს ჩემთვის შევქნათ და მე მინდა აი ეს პირი. კი ბატონო. ამასაც ასე საკაიფოდ გავადიდებ. ახლა რამოდენიმე შევქნათ, მოდი ასეთი. ხო, ეს პირველი როგორც ყოველთვის წუდია. აი ესე. მეორე და ამას დავაწეროთ ახლა სახელი. მოდი დავარქვათ კუვლელი. წინა ეპიზოდში თუ არ ვცდები ესე გქონდა. კუვლელი. კი ბატონო. ერთი ორი კიდე შევქნათ. ცოტა გავყიდოთ და ეხლა მოდი ორხელიან ხმლებზე გადავიდეთ. აი ასე ეს მე-5 დონის მინდა ყველაფერი ბოლომდე გადიდებული.
აი ესე. ეხლა ესენი უფრო კაი ხარისხში კრაპტება ესე რომ ვთქვა და უფრო ძვირად გაიყიდება. და ამას განაპირობებს აი ეს difficulty და smithing-ი. ანუ თითქმის ტოლები არიან 250 მაქვს difficulty და smithing-ი მაქვს 252. ანუ smithing-ი რაც უფრო მაღალია, მით უფრო კაი ხარისხში იკრაპტება, ანუ იჭედება, მოდი ესე ვთქვათ და უფრო ძვირად იყიდება. აი craft-ი რო აწერია, შედარებით ძვირად გაიყიდება. Rust-ი რომელსაც აწერია, ისინი უფრო იაფად იყიდება, ეს balance-ები უფრო ესე ვთქვათ, ძვირად იყიდება იმ craft-ზე შედარებით და ყველაზე მეტი ჩვენ რაც გვინდა ეხლა legendary מחვილის დამზადება არის. აი, legendary ეს დაახლოებით 32,000-ად ან 35,000-ად უნდა გაიყიდოს. ყოველ შემთხვევაში მე რამდენიც ასეთი დავკრაფტე 35,000-ის ზევით არ გაგიდულა არც ერთი. მაგრამ შეიძლება უფრო მეტიც ღირდეს. აი ესე მწვანეები რასაც აწერია, მწვანე ციფრები უკვე ესე იგი ნიშნავს, რომ კარგი ხარისხის ნაჯახი რაღა იყო და ხმას ჭედავთ. კაი, ეხლა აქედან გამოვიდეთ. აქ აღარ არის საკმარისი ფული და გადავიდეთ, მოდი აგერ მიზიაში გადავიდეთ. და აი აქ გავყიდოთ, რაც აქვს ჩვენი ხმლები, ნაჯახები და ასე შემდეგ. ბაკებში მივედი, სალამ მიზიაში გადავალთ და მოდი აქ გავყიდოთ. და ეხლა ვნახოთ რამდენი ღირს ეს ჩვენი დაკრაფტული იარაღები. აი ეს ხმალი რა იყო და ეს ჩვენი ნაჯახი 5767 ღირს მდინარი. აი ამას ჩვენთვის დავიტოვე. და ხო, აი ნახეთ ეხლა რა ხდება. მიზიაში მივდიოდი გასაყიდად რაც ქონდა ინვენტარში და ამასობაში ჩრდილოეთ იმპერიამ დაგვიწყო ომი. ხო სწორად, ხო ჩრდილოეთ იმპერია არის, იმედი შესწავლით არ ვიცახი. ნორზე იმპერია. კი ბატონო. მოკლედ დაგვიწყო ომი ამ არასწორმა ჩრდილოეთის იმპერიამ. კაი, ეხლა მოდი სალამ სხვები გამოიძახებენ, არმია გამოვიძახოთ უცბად. აი ასე. ხო, აქ ერთადერთი პლუსი რაც არის შენ ფართის რო ქმნით, ანუ ნახეთ რა ხდება. შენ ჯარისკაცს, ანუ შენ ფართის როცა იძახებ, ინფლუენსი საერთოდ არ გჭირდება. აი, საერთოდ არ მჭირდება ინფლუენსი, მაგრამ თუ გამოვიძახებ სხვისი კლანის ფართს, ესე რომ ვთქვათ, უკვე გჭირდება ინფლუენსი. ამას მაგალითად 17 უნდა. აი, ამას უნდა 771 კაცი გამოვიძახოთ, ესეც გამოვიძახოთ, ძალიან ცოტა უნდა. ესეც გამოვიძახოთ. ესეც გამოვიძახოთ და დანარჩენი დავუტოვოთ სხვას. ო, რაგიას ვერ ვიძახებ. არა უშავს. დიპლომატიის მოდი გვაქვს ისე მეგობრებო და რასაც ავიღებთ, ყველაფერი იქნება ჩვენი, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, შეიძლება და ეს დიპლომატიის მოდი საერთოდ გავთიშოთ და მაინც მოგცეს რაგიამ ტერიტორიები, იმიტომ რომ აი ნახეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, აქ არა. აი ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აი პეტროსის კლანი ვნახოთ. ეს რაგიას relationship-ი გვაქვს 100 თითქმის ყველასთან. ლეონოპირადეს კლანი რო ვნახოთ, ამასთანაც ანალოგიურად. აი კი ბატონო. ყველასთან გვაქვს ძალიან მაგარი ურთიერთობები. ამასთან გვაქვს 57. ნუ ესეც არაუშავს გამოსწორებადია, გამოსწორდება უეჭველი. კაი, ეხლა უცბად გავყიდი რაც დამჩა მე. აქედან. აუ ხო, პოლიარმის დაკრაფტვა დამავეს და კაი, პოლიარმსაც დავკრაფტო. და საერთოდ სალამ ამას გავყიდი, ვინმეს ხო არ მიცე. აი მოდი მე ამას გავყიდი ეხლა და აი ამას მივცემ ჩვენს ერთ-ერთი კლანის წევრს. ნახოთ როგორ იბრძოლებს, მალამდე გავყიდოთ აქ რაც გვაქვს საერთოდ ყველაფერი. ხო, დავიწყეთ მოკლედ ჩვენი პოლიარმის დაკრაფტვა. აქ smithing-ი 254 გვაქვს, difficulty არის 75-ზე. მე მგონი ამას ხო რა წესი დარიგით ამა დიდი პრობლემა არ უნდა მოგვიტანოს. ესე გავადიდოთ. ტარი, ყველაფერი მეხუთე დონის მინდა. აი ეს იყო სტარი. აი difficulty აიწია ზემოთ. საკმარისია და რა თქმა უნდა აი ესეც ბოლომდე. რამოდენიმე დავკრაფტოთ ეხლა. აუ იქ best რო ეწე. band, craft, ხო არ ვიცი, ერთიც არის კიდე. და მოდი ამასაც დავაწეროთ მკვლელი მეორე.
კაი, ესე იყოს. კულელი მეორე იყოს. ავკრაფტოთ კიდე რამოდენიმე. ხო, მასტერვორკი დაიკრაფტა საერთოდ, მშვენიერი. ეგ არის მოკლედ, ეხლა შევიდეთ. უცბად. ხო, აქ გავკიდეთ ახლა. კაი, ეხლა გადავხედოთ. და ვნახოთ სად არის. აი, აგერ. ჩვენი მკვლელი მეორე პოლიარმი. კაი. დიდი ალბათობით მე ამ ინვენტარს ბოლომდე ვერ გავყიდი. მაგრამ ეხლა რაც შემიძლია არის ის რომ ამის მაღაზია ვიყიდო. აი კი ბატონო. კარავანი არ მინდა, მაღაზია ვიყიდეთ და აქ მიზიაში შევინახოთ ჩვენი ინვენტარი რომ გადაადგილებაში ხელი არ შეგვიშალოს. აი ამას შევინახავ, ამასაც ასე. აი ეგ არის იზი გამარჯვება ამ ბრძოლაში. უცებ ტროპები გავუშვათ ახლა 9 კაცი დარჩა. ეგ არის. ოპა, შვენიერი ლუთი აქვს. ანუ ნახეთ ახლა აქ რა ხდება. თუ ლუთს არ აიღებ და დაუტოვებ, მე იღებენ შენი ჯარისკაცები და ექსპერიენსი გემატება. ახლა 7155 ექსპერიენსი გვემატება, რაც ძალიან კარგია. მე დიდად არ მჭირდება ეს ლუთი. ეგ არის. მორიგი ციხე-სიმაგრე გადმოვიდა ჩვენი მფარველობის ქვეშ. კარგი, ნუ მოხოდვა არ მჭირდება, გზაში მოვიხოდებით, თუ რამე არ შემოგხვდება ახლა დიდი არმია. 829 კაცი ვართ. ეხა უცბად რა ხდება, გადავხედოთ სიტუაციას. ატრიონის ციხე-სიმაგრეს და გაოსის ციხე-სიმაგრეს აქვს ალყა. კარგი, აქ არ ამგონია მივასწრო, მაგრამ აქ დიდი ალბათობით მივასწრებ და წამოდი უცებ ეს გაიოსის ციხე-სიმაგრეს მოხსნათ ალყა და დავტოვოთ ისევ ჩვენი მართლობის ქვეშ. ამასობაში სკილი გაუუნჯობეს და ჩვენს ერთ-ერთ კომპანიონს. კაი, მივიდეთ ახლა ამ გაოსის ციხე-სიმაგრეში და მოხსნათ ალყა. კაი, მოვადექით მოკლედ ამ არასწორებს. ჩვენ ცოტა არმია დავიმატეთ. 429 კაცნი არიან. კაი, ეგრევე დავესხა თავს, ტროპებს გავუშვებ ახლა აქ. აი, ასე მშვენიერი ერთი ტროპი მოგცა, პრისონერები მოგვიყვანეს, სამაგიეროდ ჯარიც გაგვიძლიერდა. მშვენიერი. დავიმატოთ, რა პრობლემა. არმიაც ავიყვანეთ და რამდენი დარჩით ახლა? კაი, ეს ლუთი დავტოვოთ, არ გვინდა. 1078 კაცი დარჩით. აი, ერთი არმია დარჩა კიდე მოსასვლელი. 1300 კაცამდე ვარ და უფრო მეტნი რა. ეხლა დიდი ალბათობით გამოჯამთრდებიან დაჭრილები. კაი, ეს ციხე-სიმაგრე დავიცავით. ეს ატრიონის ციხე-სიმაგრე დავკარგეთ. ოკეი, ახლა მე მინდა ეს რაგია სად მიდის? აქ მოდიოდა, ეხლა მე საიდანაც მოდივარ, კაი დროსია. აი მე მინდა რომ ამ
ამპრელაში მივიდე და აი ეს მორიგი ქალაქი ავიღო. აი ეს ამპრელა და აი ეს ლოჩანას ციხესიმაგრე. ხო ეს ამპრელა მაწყობს. მორიგი ქალაქი გვექნება. ეხლა უცებ სანამ მივართ რომ გადავხედოთ. 1 2 3 ქალაქი არის ჩვენს დაქვემდებარებაში. 1 2 3 4 ციხესიმაგრე. კაი, ქალაქი მინდა რა შეიძლება ბევრი რომ საბოლოოდ გადავწყვიტე. ცოტა რომ ვიბრძოლებ და ბევრ ქალაქს რომ მოვაგროვებ, მე უკვე უნდა აუჯანყდე და გამოვიდეთ ჩვენ სამხრეთის იმპერიის სამეფოდან და დამოუკიდებლად დავიწყოთ ბრძოლები და დამოუკიდებლად დავიწყოთ ჩვენი მეფობა ესე რომ თქვა და ჩვენი საქართველოს ჩამოყალიბება. უცებ კი მოვედით ამ ლაპარაკში, ამ ამპრელაში. ეგრევე ალყა შემოვარტყათ 417 კაცი არიან. ბევრი არაფერი, ესე ავაშენოთ ეს კატაპულტები. ერთადერთი ახლა რაც არის რაგია გვეხმარება. ეს რაგია აიღებს ახლა ციხესიმაგრეს და დიდი ალბათობით ჩვენ არ დაგვჭირდება. თუ ხმა არ მოგწეს. ანუ ეს დიპლომატიის მოდი აქ უძლურია ასე რომ თქვა, კაი ტრუპები გაუშვათ აქაც. კი ბატონო, ურთიერთობა კიდე მოვიმატეთ რაგიასთან. არმია კიდე გაგვიძლიერდა, შვენიერი. ეს ლუთიც დაუტოვოთ აქ. ხო აი. თუ მიიღებს ახლა გადაწყვეტილებას დაგვიტოვებს ამ ციხესიმაგრეს თუ არა და ქალაქს უბრალოდ თუ არა და წავიდე და სხვა ქალაქებზე ვიჩალიჩოთ. ხო აი? ხმის მიცემა? მე არ ვაძლევენ. სულ 100 ინფლუენსი დავხარჯო, მე მაინც არ მაძლევენ. ოკეი. ამასთან 33 მაქვს ურთიერთობა, ამასთან 100. კაი, მოდი. ხო აი 3%-ით შევიმცირდა ამასთან მომიმატა პირიქით. კაი, არა უშავს. დიდი პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის. მაშინ თუ ესე არის და იმ ქალაქს არ გვაძლევენ, აი ეს ქალაქი ავიღოთ. უარს ციხესიმაგრე უფრო სწორად, უარს ამაზეც არ ვიტყვი. იმედი აქაც არ მოვა ეხლა ეს არასწორი რაგია. კაი, ეგ არის ორივე კედელი დავუნგრიეთ. ტრუპები გაუშვათ უცბად აქაც. კი ბატონო. პრისონერები ჭირდება, ავიყვანოთ ყველა, არმია გავაძლიეროთ ისე. და ეხლა რამდენიც საჭიროა, იმდენი ავიყვანოთ ჩვენ ფარტიში, მე მგონი კიდე არ ვიყოფა. კი ბატონო. 199 კაცი გვყავს. ამ ბანერს ავიღებ, ბიჭებო მარტო დანარჩენი თქვენი იყოს. ეს ციხესიმაგრე ჩვენია. აი ეს დიდად პრობლემას არ შეგვიქმნის. 88-ზე ავიდათ უკვე ამათ. და დანებება უნდა დიდი ალბათობით. ეს ვეღადავები, რისთვის დავხოცე ამდენი ხალხი. ეს გაოსი ციხესიმაგრე ისევ ალყაში არის. აქ ჩემთან წამოსვლას გერჩივნა ჯიგარო, აი ეგ აგიღო. და დაგეცვა უფრო სწორად. კაი, ამ პრელაში ისევ ალყა არის. იმედია ბევრნი არ არიან და პრინციპში კაი იქნება რო აიღონ, იმიტომ რომ მე მიავიღებ თავიდან და მე დამჩება მაინც ბოლოს 477-ნი არიან. აი ამათ უცებ გადაუვლით. ტრუპები გავუშვათ ეგრევე. გავუშვათ, არ გჭირდება შამი მოვიმატოთ. პრისონერები წავართვათ. ასე არმია გავაძლიეროთ ისევ. აი ასე შვენიერი. ცხენები ავიყვანოთ. აი, ამპრელა დავიცავით. სამწუხაროა რომ ჩვენი არ არის. ეხლა რა ხდება? ნუ ხო 100%-ზე ავიდათ, სავარაუდოდ დანებდებიან. აი, მოდი ახლა ჩვენ არმია დავშალოთ. მოიხოდებიან, მალამდე მე დავარეკრუიტებ ისევ არმიას. აპა შემასტრო მაგში არასდროს წაიყვანე. გაოსის ციხესიმაგრეზე იყო. მიმდინარეობს უფრო სწორად ხმის მიცემა და რა თქმა უნდა მე მომეცი ჯიგრებო. მაგრამ პრინციპში არ მინდა ეგ ციხესიმაგრე. მაგრამ ეს მე მომწეს. ოკეი, ჩემი ბრალი არ არის. მე ხმარ მიმიცია ჩემი თავისთვის.
ოკეი, წავიდეთ ახლა აქ. დავარეკრუიტოთ ხალხი. ანუ ნახეთ ახლა რა ხდება. სტურგიასთან უნდა თომი. და სხვათა შორის სტურგია ძალიან დასუსტებული არის. აი ნახეთ, 4 ქალაქი აქვს, 4 ციხესიმაგრე და 2873 კაცი ყავთ ესე ვთქვათ სამეფოში. სიძლიერით ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. 11000-ზე მეტი ჯარისკაცი ყავს. მეგონა რატომღაც ხუზაიტებთან დაიწყებდნენ, მაგრამ ესეც მაწყობს. კი ბატონო, არ დავხარჯა მოდი აქ ინფლუენს. კი ბატონო, დავიწყეთ ომი ვიკინგების წინააღმდეგ, სტურგიის წინააღმდეგ. ეხლა უცებს ტროპები ავიყვანოთ თუ ნამდვილად თქვა, მაგრამ ჩემი ანება გახიკეს, არაფერი დატოვეს საერთოდ. ეხლა რა ხდება? აი ეს ციხესიმაგრე რომ მიავიღო, აი ეს და აი ეს ორიც მე რომ მოვცენ, მაწყობს. და პრინციპში მეტი რა დარჩათ, არც არაფერი. თუ არ დანებდებიან, ჩვეულებრივად შეიძლება ამ ეპიზოდში საერთოდ სტურგია გავაქროთ. ოკეი, ეხლა არმია რო გამოვიძახოთ, რა სიტუაცია ვნახოთ. ამათ არ აყავთ საერთოდ არავინ. კაი, მოდი მიავალ ეხლა ამ პრელაში, მანამდე გზაში ხალხს დავარეკრუიტებ და თუ მოიხოდა ჩვენი არმია, გამოვიძახებ. და შევქმნით ჩვენს ფართის. თუ არ მოიხოდა, მაშინ ვინმეს დავემატები, თუ ვინმე შექმნის აქ ფართს, დავემატები რომელიმეს და ცოტა ხანი მაგათთან ერთად ვიბრძოლებ. კაი, მოკლედ ეხლა რა ხდება? შევკრიბეთ არმია, ცოტა მოიხოდნენ ასე თუ ისე და დავარტყით ამ ლადივის ციხესიმაგრეს და გვეხმარება სატროსის არმია. ოკეი, ეხლა ისევ ანალოგიურად, როგორც ვაკეთეთ ყველა ალყის დროს, დაუნგრიოთ კედლები, მაგრამ პრინციპში ხო, რა ჯობია რომ კედლები დაუნგრიოთ, იმიტომ რომ 198 კაცი კი არის, მაგრამ ამათ აქვთ კატაპულტები. ტრუპები რო გაუშვათ, ისე რომ ეს ტარანი არ იყოს აშენებული, არც აი ამას არ ვიცი რა ქვია, კარების შესანგრევი რო არ იყოს აშენებული, დიდი არის ალბათობა იმისა, რომ ბევრი დაგვიხოცოს. ეგ არ გვაწყობს ნამდვილად, უცებ ხა ჩამოვიღებთ ამ კედლებს, კატაპულტებს და ეგ არის გავუშვებთ ტრუპებს. მოკლედ შემოვედით. სამწუხაროდ კედლები ვერ დაუგრიეთ. სტურგიის კატაპულტების საკმაოდ კარგად მუშაობდნენ. და ეგ არის რა წინა ბრძოლაში სადაც შევედი დაგვავიწყდა. ეხლა პოლიარმით წამოვიღე და ნახე ხელა უბრალოდ. და წამოვიღე ნაჯახიც, მკვლელი 1 და მკვლელი 2. ნახოთ რას ვიზარდ. მანამდე მოდი სალამშიგნით შევართ, ან კედლებზე ავართ. ეს არასწორები დავხოცოთ. ძალიან ნუბურად მოგვიყვება. აი არა უშავს. იზი გამარჯვება იქნება ეს ის დიდი ალბათობით. კი ბატონო. მოვიგეთ, ბევრი არც არავინ დახოცილა. ასე ტრუპებიც გაუშვათ. ადით არ მაინტერესებს. გაძლიერდით, მერე და გიბრუნდებით. მერე კიდე დაგამარცხეთ. პრობლემა არ მაქვს. ეს 6 კაცი ავიყვანოთ. სხვა არაფერი არ მინდა, თქვენი იყოს ყველაფერი. ეს ქალაქი მინდა და ვინ მოკვდა? ერთ-ერთი ფართის ლიდერი მოგვიკვდა. ოკეი, ხო, აი ეს ჩვენი ძმა გაიზარდა, პატარა, პასოსი.
ოკეი, კაი, მოდი შენ წადი, მოდი ჯიგარო. ესეც იშოვის არმიას დიდი ალბათობით. ოკეი, ეხლა რა ხდება? სიბირი ავიღეთ. ხუზაიტები რას ჩალიჩობენ? ომი კი გამოგვიცხადეს და ამპრელა შემოარტყეს ალყა ბიჭო? გადაო? ამ ხუზაიტების ტერიტორიაზე აღებული ქალაქები, რომლებიც ჩვენია, ჯერჯერობით მშვიდად არიან. აი ეს დაგვიკარქავს. აკისერის ციხესიმაგრე, ეს ჩვენი იყო. თუ სწორად მახსოვს, თუ ეგ საერთოდ წინასა, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. კაი, ოკეი, რადგან აქ ვართ ახლა. ამ ამპრელას მე კიდე ავიღებ. მალამდე მე მინდა რომ აი ეს ვარნოვაპოლი ავიღო. ესე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი ქალაქი არის. ეხლა წავალ. ამ ქალაქს ავიღებ მე და თუ ის ამპრელა გადავარჩინეთ თუ არა და მე მიუსწრებ და ამ ეხლა მე ვარ ფუ ბლიად აი ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. ალყა შემოვარტყით ამ ვარნოვაპოლს. არმიის გამოძახება არ შეგვიძლია ჯერჯერობით. 633 ესენი არიან და 647 ჩვენ ვარ და კიდე მეტნი დიდი ალბათობით დაჭრილები გამოჯამრთელდებიან. ოკეი, ეხლა ავაშენოთ აი ეს ყველაფერი. ტარანები, კატაპულტები. აი ესე მე არ მაძლევენ, ოკეი, არ მინდა თქვენი იყოს. ასე დავუტოვოთ. მოკლედ ჩამოვიღოთ აქ კედლები. თან იქნება მალამდე მორალიც დაუგდოთ, საჭმელიც გამოელიოთ და ეს ვარნაპოლიც ავიღოთ და დალშე მე იქით მივხედოთ, დავკარგეთ უკვე ის ტერიტორია. რაზეც ახლა მქონდა საუბარი ამ პრელას. აი, მოკლედ შემოვედით. ჩვენი მკვლელი 1 და მკვლელი 2-ით, კედლები კიდევ ვერ დავუნგრიო, ვერც კატაპულტები, ძალიან კარგად მუშაობს, მოკლედ მინდა ვთქვა სტურგიის არმია დიფენდინგში. ოკეი. ეხლა ავიღოთ ჩვენ ის არის. რა ხდება? ასე მაღალი ვარ აქედან რომ ვიყავ. Volisvijina mogwesma, szowli utebi zachiliye. Volisvijina mogwesma, tam zjawiski tam dziali, celwe szery bit machiliye. Volisvijina mogwesma, tam zjawiski tam dziali, celwe szery bit machiliye. ძალიან ცუდი ამბავი მოკლედ. დანებდა ჩვენი არმია სამწუხაროდ. ძალიან ცუდი სტრატეგიით შევედით და წესი ტრუპებით უნდა გავემარჯვოთ, აი ტრუპები გავუშვათ. წავაგეთ. ხო, ეს ქალაქი ვერ ავიხეთ. ოკეი. დავმარცხდით პირველი მარცხი. აი, სანამ ესენი მოვლენ ახლა და მე შემოვიტევეთ, არმია მჭირდება უეჯველი. აურო, დის გამოჯამრთელდებიან ბიჭო ახლა. საშინელი სტრატეგია ავირჩიეთ. აუ, სოფის და ციმაკ. ორა აზრი არ აქვს. ვაჰ. ოკეი, ახლა რა ხდება? ორჯერ დამიჭირეს, მოკლედ დავმარცხდით, ვარნიაპოლი ვერ ავიღეთ და 371 კაციანი არმია მოდის დიდზე დიდი ალბათობით
ჩვენი სიბირისკენ. აი ასე ეს არმია გამოვიძახოთ. ეხლა მე აქედან გავიქცევი, ესე დიდი ალბათობით ალყას შემოვარტყავენ სიბირს. ხო. არავინ არ ადგას ვაფშე სიბირში, გარნიზონში ვაფშე არავინ არ ყავს. და აქ ცოტა ხანი ვიდგები, დაველოდები ეხლა როდის მოვა არმია და ეგრევე თავს დავესხმები მერე. აი ამ არმიას. აუ, ხადაო, 654 გან. აუ, საჭმელიც არ ამაქვს ვაფშე. აი ეს დავკარგე დიდი ალბათობით, აზრი არ აქვს მოკლედ რა. მე გადავები ჩემი, არა და რა კარგად დაიწყო ეპიზოდი და ეხლა რა ყველაფერი ცუდად მიდის. აი ძალიან ცუდი. აი აქ ჩამოვიდეთ. აუ როგორ დამავიწყდა საჭმლის ყიდვა ბიჭო. სტურგიასთან ზავი უნდათ, ბაზარი არა. ეგ არის. ხუზაიტები იქიდან ძალიან გვირტყავენ, უკვე რამოდენიმე ქალაქი წაგვართვეს. სიბირი დაგვრჩება. მაწყობდა მშვენიერი, ეხა საჭმელსაც ვიყიდით. ეხლა რა სიტუაცია არის? ნახეთ ხუზაიტები სადამდე შემოვიდეთ. ეს ჩაიხანდი ისევ აჯაყდა. აი ციხესიმაგრე წაგვართვეს, აქ ალყა არის, ამ პრელა წაგვართვეს. სიღრმეში შემოდიან. ნელ-ნელა აკალატი ისევ ჩვენია, ეს ტერიტორიები ისევ ჩვენი არის, აქ საფრთხე არაფერს არ ემუქრება. ოკეი, ეხლა ჩვენ უნდა მივიდეთ აი აქ და სილვინია დიდი ალბათობით ამას დაიბრუნებს, ჩვენ კიდე ამ ჩვენ ციხესიმაგრეს უნდა მოხსნათ ალყა. მოიცა ის. ხო, აი ეს. ვერც ეს დავიბრუნე და ეს დავკარგეთ საერთოდ. აი არაა პრობლემა. ეხლა აქ მივიდეთ ალყა შემოვარტყათ. 291 კაცი არის. აგერ ჩვენი არმია მოდის კიდე. იმედია ეხლა ერთი 800 კაციანი არმია არ დაგვადგება ისე თავზე საერთოდ. I think you're ნეღადავებით ბიჭო. 223 კაცი დამესხა თავს. ოკეი, მგონი ეპიზოდის მშვენიერი დასასრული იქნება. ეხლა ამათ სახის გავაძრობთ. მართლა ხაშურიდან მოიქნია გაარტყა ვასერაიში. ოპა, მშვენიერი. მოდი აქ შეძუკნა. ოპა. შემია. ცოტა ძლიერად ჩორიდან მოუქნია და ეგ არის, ეგრევე ტრუპები არიან. შერაგაგი. აი შერაგაგი. აი ესე. ჩამოვიდეს ხელი. რა იყო? რა იყო? გაქცევას ხო რა პირები? 34 კაცი დარჩათ. ძირითადად მეგონის უკავალერია დარჩა, ინფენტრიის უგავონადგურეთ. ცოტა ჰაიგრაუნდი ვქონდა, ცოტა კი არა, საკმაოდ კაი ჰაიგრაუნდი ვქონდა და საერთოდ დამიყენებია ახლა პოზიციებზე ესენი. მაგრამ მაინც გავემარჯვე. პოზიციებზე რო დავიყენებინა, მე მგონი უფრო ცოტა ჯარისკაცს დავკარგავდით. მაგრამ ეგ არაფერი. ეხლა ამას გავაძროთ. ხუზაიტური სახე. ოპა, ეგრევე გააგურე ეთიბათ. ეგ არის. მოდი შეცადე. ბიჭო, რა ხელა რამეა, მაგრამ მაინც საკაიფოა. ხო რა, მოკლედ ეს ხუზაიტები ცნობილები არიან თავისი კავალერიით რა და აღჭურვილობით. ძალიან მაგარი არმია ყავს და ძალიან მაგარი კავალერია ყავს. კაროჩე, ძნელი არის. თელ მე მგონი კლარდიის მაგზე ძნელი მარტო ამათან არის ჩხუბი. მიფროსორად. ეს კიდევ ერთი. მოდი შეცადე. ბიჭო, აი ამ ხელა პოლიანს რო გამაზავ, მე რანაირად უნდა კონდეს პრეტენზია რომ შუბს ვერ ვარტყავ.
ამასაც ფული არ მიაქვს. ეგ არის მოკლედ. გავიმარჯვეთ რთულ ბრძოლაში. აი არ მინდა წადი თქვენ. ოქროს ჯანდავას მომიცი აქ. ტრუპები მჭირდება ყველა პონჩი. აი ასე არმია გავაძლიეროთ. ოკეი. ცხენი მომეცი დანარჩენი თქვენი იყოს. ხო, ნუ აქ რამდენი კაცი დარჩა ეხლა 282 ამათ ალყას. მოხსნი აზრი აღარ აქვს უბრალოდ აქ შეტევას. იქნება აქ ტრუპები იყვნენ. ძალიან ცოტანი არიან. ამას გავიკიდეთ ვაფშე. ვარ შევასრო. კაი, ეხლა გადავხედოთ რა სიტუაცია არის აქ. ნუ ხო ეს აღებული ტერიტორიები დავკარგეთ, სამწუხაროდ. ეგ არაფერი, კაროჩე დავიბრუნებთ უეჭველი. ამასობაში კი თამაში გასული არის 623 დღე, 800 დაახლოებით 800 დღე გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ. ნუ მოკლედ მეგობრებო, აი ასეთ ფონზე დაგემშვიდობებით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და შეხვდებით ჩვენ მომავალ ეპიზოდში. ნახვამდის.